გილოცავთ მონადირეებო სეზონის გახსნას. საუკეთესო სეზონი გქონოდეთ. ბევრი დასამახსოვრებელი დღით და როგორი მშვიდობითაც წახვალთ სანადიროთ, იგივე მშვიდობით დაბრუნებული ყავით სახლებში. აბა წარმატებები. ჩემო ევროპელო. ასის კიდე გილოცავთ, მშვიდობიანი ნადირობა, წარმატებული წლები და ასე შემდეგ. რომის ნაბულზე ხო გიცნის? ბიჭო, ჩარობს კუცესე აკიცინებს. ადგილზე, თქვენ ადგილზე. ადგილზე. აჩი. მოდი ჩერდე. მოდი, ევა. საფეხურზე მიაბი თუ გინდა. ცოტა გაგიჭირო თორე შენ მე დენზე არ რეაგირებ ხოლმე ქალბატონო. ადგილზე მათ. ადგილზე ორივე. შეცა, მოდი აქ. ბარძო, მოდი ახლა დღევანდელ დღეს გავუმარჯოს. მადლობა უფას დღევანდელი დღისთვის და ყველას მიულოცოთ დღევანდელი დღე. ჩვენთვის ეს არის ერთგვარი ლამაზი ისეთი დღე, სადაც ერთმანეთთან ვიკრიბებით, ბუნებაში ვატარებთ ჩვენ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად და აბა მშვიდობიანი ნადირობა და ყველას უსურვოთ მშვიდობიანი წელი. დიდება ღმერთს. აბა შეგვიწევს. მოდი ბაბაკური ხა ყველა წესი მონადირეს კიდევ ერთხელ მიულოცოთ ნადირობის სეზონის გახსნა. დასამახსოვრებელი დღეები ქონებოდათ ბევრი. ძალიან მაგარი ნადირობები, რაც თავარია, როგორ მშვიდობითაც მოსულან მიდიან სანადიროთ, იგივე მშვიდობით დაბრუნებული იყვნენ სახლში, იმიტომ რომ ნადირობის იქითკენ სახლში ყველას ოჯახი ელოდება რა. გაუმარჯოს ყველა პატიოსან მონადირეს, იმ ცუდ მონადირეებს არც ვახსენებ. კაი წელი ქონებოდეთ რა და ყოველ წელს უფრო და უფრო უკეთესი ქონებოდეთ და ბევრი სიამოვნება მიეღოთ ამ ძალიან მაგარი მე ხობს ვერ უწოდებ რა ცხოვრების ნაწილიდან და ბევრი კაი დღე მათ რა. გაუმარჯოს, აბა კიდევ ერთხელ მიულოცავ იმ კარგ მონადირეებს, ვინც მართლა ემსახურებიან იმ წესიერებაში ბუნებას, გარემოს და მშვიდობიანად ენადიროთ, მშვიდობიანად ისულიყვნენ თავის ოჯახებში და ყველა იმ წესიერ მონადირეს გაუმარჯოს. ჯანმრთელობა უსურვოთ და წინსვლა უსურვოთ, აბა. კაიკაც გაუმარჯოს. ეს ცოტა განსხვავებული ვიდეო იქნება, იმიტომ რომ ნადირობის სეზონის გახსნა არის, რასაც თელი პრინციპში 6 თვე ველოდებით ხოლმე რა და ვცდილობთ რომ უფრო მეტად დასამახსოვრებელი გახდეს ეს დღევანდელი დღე და ამიტომაც უფრო მეტად ვეცდები, უფრო მეტი საინტერესო კადრები შემოგთავაზოთ და ძალიანად პროცესი რა. ჩვენ ზოგადად 3 ჭიქის მეც არ ვსვავთ ხოლმე ნადირობის წინ, იმიტომ ნადირობა და სიმთვრალე ერთმანეთს არ უხდება რა. რაც არ უნდა თქვას, რომ ვიღაცა მეც ვიტანო, ნადირობა და სიმთვრალე ერთმანეთს არ უხდება. ნადირობის მერე იცოცხლე რაც გინდა ისე ვქნა. ზოგი სამის არ უნდა დალიოს. ხო, ზოგმა 3 კი არა, ყურძნადაც არ უნდა ჭამოს. ზეცა გავუშვით პირველი რომ ვალი დააბიქსიროს და ევა და ქადილაც მივაყოლოთ მე რომ ერთად იმუშავა. აი წინ რო ტიტველი ჩანს, მაგის როგორც გადაცდებიან იქ ვეყავთ სადღაცას დაკარგული. წესით უნდა გაიახლონ, ხა იქ არიან ერთად. ნახო. ესენი დააშტნენ. მედი მაქვს აქომადგებიან ხმას ვერ წერ, იმიტომ რომ არ ისმის აგენ ტყიანის ქვევიდან არიან. აი ხევში შემოიყვანეს. შემოყვავთ უბრალოდ სწორად.
შედაბლა დაიშვა. მაგრამ მოყვებიან. რაღაცამ გაირბინა აქტო. ვერ დავინახე რა იყო. ხო. ამათი არ გესმის ჩემო? რაღაცამ დაიმხეს თავზე, რაღაცამ გამირბინა წინ და ვერ გადავინახე რა იყო. სამაროდოდ გადაღებული მყავს. აუ რამ გამირბინა, მე მგონი მელია იყო შუმავოი პროსტო, იმ დროს ზაღლები სადღაც 600 მეტრაში არიან. რაღაცამ გამიფრინა იმენა ისეთი გაირბინა და ვერ დავინახე, კარგად გვერდზე ვიხედებოდი და მე მგონი გადაღებული მყავს გამოჩნდება. არა ეს სხვადასხვა ქონდათ კაცო. აუ არა ესენი მაგრა დაძდევენ ახლა, მაგრამ მოყვებიან. ეს ეგრე არიან ახლა რამდენი ხანი იცი? მოიც აქ უნდა მოაგდონ. კაი. მე მგონი რაც ახლა დავინახე და ვერ ვესროლე, მაგას მოყვებიან, ხა მან და არიან თითქმის. მეტრში არიან ძაღლები.
ყიანებით გაიბარა ეს ჩათლახი. ხო დაუძახი მოხს აუ ეს რას დაასდებს პოზიშვილი ვიყო და გზაზე კი არა მოვიდა იმ დღეს რო გამოირბინა იმაზე ტყიანებში გაირბინა ურდღელია კაცო ეს ამის აუ წეგან რაც იყო ის შუმავო იყო რა ვაფშე იმისკენ რაც გამოუხედავთ ხევ ავიდნენ გადაღმა მოდი აქეთ გადმოიყვანე სასწრაფოდ ისეთ დევნა აქვთ იმ ხევში გადაყავთ იმ დღეს რო თქვი იმ ხევში ვიყავთ ახლა გავაგრილეთ ძაღლები მეორე უდარისთვის ცოტა წყალი გადავავლეთ დავალევინეთ კადილაც მოვა ეხა და იმასაც ანალოგიურად Okay. Do. Mandar. Ay, Kadil. Ay. Do. ხო. არა მოსულა გზაზე აცდენ, აი, სადაც აცდებს ხედავ? ხევში, ხევიდან გაიპარა. ისე. ხო. აი, ეს გაღმა უყურებს სადმე არ იყოს მაცად ერთად. მან ჩაბრუნდება. სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ პატრონების სამწუხაროდ დღეს უშედეგოთ დავასრულეთ ურდღლისთვის საბედნიეროდ ძალიან დავხოცეთ ძაღლები მე 11 საათია 6:30-დან მომუშავებდით
აქ ძაღლება მაქსიმუმი გააკეთეს, სამბერჯერ გაიახლეს, სამბერჯერი პოვის პატარა კუდროს და მუშაობდნენ, რამოდენიმეჯერ დავინახეთ. არა მეტი ვეღარ შეძლეს რა. რაც შეეძლოთ თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს. არა უშავს დღეს არა და ხვალ გავუმართ.